პენტაგონის ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევის სამსახური AARO ქმნის ისეთ სენსორებს, რომლებითაც დედამიწის ორბიტაზე ან ცაში UFO-ს დაფიქსირებასა და იდენტიფიცირებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას AARO-ს დროებითი ხელმძღვანელი ტიმ ფილიპსი ავრცელებს. UFO-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ამოუცნობი ანომალიური ფენომენების, ანუ UAP-ების სახელით მოიხსენიებენ. რადგან ის არამხოლოდ ცაში, არამედ კოსმოსსა და წყალქვეშაც ვლინდება. ამის შესახებ მეტის გასაგებად ზემოხსენებული სამსახური სამთავრობო ლაბორატორიებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობით პორტატული სენსორების ნაკრებს ქმნის, რომელსაც Gremlin System ეწოდება. ის მონაცემებს სინათლის სპექტრის სხვადასხვა დიაპაზონში აგროვებს. ფილიპსი აცხადებს, რომ Gremlin System-მა თავისი შესაძლებლობები უკვე აჩვენა. კერძოდ ის მრავალ ფენომენს აფიქსირებს, მათ შორის კოსმოსში. Gremlin System-ის სენსორები შესაძლოა საჰერო თავდასხმის თვალსაზრისით მგრძნობიარი ადგილების დასაზვერად გამოიყენონ, ან მათი მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატების ხელოვნურ თანამგზავრებს დააკვირდნენ. მსოფლიოში უდიდესი ციფრული კამერა ბნელი კოსმოსის შესასწავლად მზადაა. SLAC-ის ეროვნული ამოჩქარებლის ლაბორატორიის მეცნიერებმა და ინჟინრებმა LSST-ის კამერაზე მუშაობა უკვე დაასრულეს. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული კამერაა, რაც კი ოდესმე შეუქმნიათ და ახლა ის კოსმოსის შესწავლას დაიწყებს. 3200 მეგაპიქსელიანი LSST კამერა მანქანის ზომისაა და 3 ტონას იწონის. კამერა შეეცდება ამოხსნას ბნელი ენერგიის ირგვლივ არსებული საიდუმლოებები. შეგახსენებთ, რომ ბნელ ენერგიას სამყაროს მასის დაახლოებით 67% უკავია და სამყაროს გაბართოების დაჩქარებას იწვევს. LSST ბნელ მატერიასაც გამოიკვლევს. იდუმალ სუბსტანციას, რომელიც კოსმოსის ნივთიერებების დაახლოებით 85% შეადგენს. მიუხედავად ამისა, ის ჩვენთვის უხილავია. აქვე აღნიშნავ, რომ ჩვენთვის ხილული სამყარო, დედამიწა, მზე, სხვა ვარსკვლავები თუ გალაქტიკები ატომებისგან შედგება. ეს ყველაფერი ერთად მთელი სამყაროს მასის 5%-მდეა. დანარჩენი უხილავი ნაწილი სრული მასის დაახლოებით 67% ბნელ ენერგიაზე, ხოლო 27% ბნელ მატერიაზე მოდის. ისინი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობი სუბსტანციებისგან შედგება. LSST კამერის მიერ შეგროვებული მონაცემები მართლაც რევოლუციური იქნება. ეს სამყაროს გაფართოებისა და ბნელი ენერგიის უკეთ შესწავლის საშუალებას მოგცემს. მეტიც, შევძლებთ დავინახოთ მილიარდობით გალაქტიკა და დაახლოებით 17 მილიარდი ვარსკვლავი უშუალოდ ჩვენს გალაქტიკაში. შემქმნელები ამბობენ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული კამერა მთვარეზე მტვრის ნაწილაკსაც დააფიქსირებს. კამერის მიერ გადაღებულ პირველ ფოტოებს ფართო საზოგადოება 2025 წელს იხილავს. გამოიწერე კოდის YouTube არხი.